20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, როგორ ხედავს უნივერსიტეტის პრობლემებს ახალი პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი და როგორია მისი გეგმები, რა მიმართულებებს მოიცავს სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა, იყოლება თუ არა უნივერსიტეტს თვითმმართველობა და იქნება თუ არა უზრუნველყოფილი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობა. მიხეილ ჩხენკელი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო მიხეილ, დღეიდან უნივერსიტეტის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღეიდან ბრძანდებით უნივერსიტეტის პრორექტორი და ბუნებრივია საინტერესო რა გეგმებით ხედით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ყველას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩემ მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნება და მთელს ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი ალმა მატერის განვითარების საქმეს. როგორც მოგეხსენება, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, რაშიც ჩართული ვარ და ამ გეგმის განხორციელება დაიწყება უკვე 2017 წლიდან. მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, აქ არის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს მსოფლიო რანგის უნივერსიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამკვიდრდება მსოფლიო რანგის უნივერსიტეტ თანავარსკვლავედში. ბატონო მიხეილ, რა პრობლემებია დღეს უნივერსიტეტში, რაც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, პირველ საწყის ეტაპზე უნდა გადაიჭრას, პრიორიტეტული მაგალითად? ბევრი პრიორიტეტი გამოიკვეთა ამ სტრატეგიულ განვითარების გეგმაში და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ პირველი სამუშაო ვარიანტი უკვე დაიდო Facebook-ის ვებგვერდზე, უკვე განთავსებულია და ყველას აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ დოკუმენტის შემუშავებაში, ყველას ვეპატიჟებით, რომ მონაწილეობა მიიღოს და თავისი იდეები მოიტანოს, მოგვახსენოს და ასე ვთქვათ, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში. პრიორიტეტები მრავალად არის გამოყოფილი, აქედან მთავარი რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენ ყველანი, ეს გახლავთ სასწავლო სამეცნიერო პროცესის ინტეგრირება, რომ მოხდეს სწორედ აი აკადემიურ პროცესში, რომ მოხდეს დაახლოება სასწავლო პროცესის და სამეცნიერო კვლევითი პროცესის. ეს დაეხმარება როგორც აკადემიურ პროცესს, სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტებს და მნიშვნელოვანია ძალიან, რომ სწავლის და სწავლების დონემ მოიმატოს, ანუ სტანდარტები უნდა გაუმჯობესდეს. ეს ეხება როგორც სწავლის და სწავლების პროცესს, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესს. სწორედ ეს მაინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტთა ჩართულობა იყოს უფრო აქტიური. დიახ, გისმენთ? როდესაც პროცესის და გაუმჯობესებაზე საუბრობთ, საინტერესოა როგორ უნდა გახდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო დონის უნივერსიტეტი, ანუ რა არის ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროთ. როგორ შეიძლება, რომ იგივე სტუდენტური ჩართულობა იყოს უკეთესი, იგივე სწავლის პირობები ან სამეცნიერო კვლევის პირობები, როგორია თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით? აი, როგორც გითხარით, როდესაც მოხდება ჩვენი ძალიან ძლიერი პოტენციალის მქონე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ეს საშუალებას მისცემს ჩვენ სტუდენტებს, რომ უკვე სამეცნიერო კვლევით პროცესში ჩაერთონ. პირველ რიგში რასაკვირველია, ეს ეხება მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, მაგრამ ბაკალავრებსაც შეუძლიათ უკვე, რომ ამ ბაკალავრიატის დროს უკვე დაიწყონ მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ სამეცნიერო კვლევით პროცესში. გარდა ამისა, ასევე მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ეს გახლავთ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო კონტაქტების გაღრმავებას, ახალი კონტაქტების შექმნას და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს როგორც ჩვენი პროფესორების და მკვლევარი მეცნიერების სტაჟირებას უცხოეთში, ასევე უცხოელი პროფესორების ჩამოსვლას უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, კურსების შექმნას, ლექციების კურსების წაკითხვას და ასე შემდეგ. ასევე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ პრიორიტეტი იქნება სასწავლო პროცესი, საერთოდ კურსები მორგებული იყოს დასაქმებაზე. დასაქმებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები, ეს რასაკვირველია აუცილებელი კომპონენტია და ამასთან დაკავშირებით მინდა კონკრეტულად გითხრათ, რომ დაგეგმილი გვაქვს, რომ პოტენციურმა დამსაქმებლებმა მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. თუნდაც აი საგნების სილაბუსების დონეზეც კი, რაც რასაკვირველია სტანდარტს
გასაგებია. ნახოთ, როგორ იქნება სტრატეგიული გეგმა, რომელსაც მიიღებს. ბატონო მიხეილ, კიდევ ერთი შეკითხვა და შემდეგ დაგამშვიდობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ნოემბერს უნდა აირჩიონ თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამ დრომდე ეს ჯგუფი შეიძლება ითქვას გარკვეულწილად პრივილეგირებულ პირობებში იმყოფებოდა. რაც თუნდაც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების მიზეზი, სწორედ ამ საკითხთან და ამ თემასთან დეტალებთან მიმართებაში. იყო მოთხოვნაც იგივე თვითმმართველობის გაუქმების შესახებ და ამაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ყავდეს თუ არა უნივერსიტეტს თვითმმართველობა და ელით თუ არა დაძაბულ არჩევნებს? დაძაბულ არჩევნებს ნამდვილად არ ველი, როგორც ისიც 25 ნოემბერს ჩატარდება არჩევნები. რაც შეეხება რექტორატს, რექტორატი სტუდენტების თვითმმართველობის არჩევნებში არ ერევა აბსოლუტურად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რექტორის ბატონ გია შარვაშიძის ინიციატივით უკვე შეიქმნა ნდობის ჯგუფი და ასევე რექტორის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოური ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ როგორც დამკვირვებლები, იქნებიან დამკვირვებლები არჩევნების, რათა ამ არჩევნებმა ჩაიარონ სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, ისეთ გარემოში, როგორც ეკადრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაძაბული დღის მიუხედავად აგვითმეთ დრო 20 შეკითხვებს. მიხეილ ჩხენკელი პასუხობდა